ვისაუბრეთ ვაშლის მსხლის და კომშის შედარებაზე. შეიძლება ჟღერს ცოტა მხიარულად, მაგრამ საქმე სერიოზულადაა. ჯანმრთელობის კუთხით რატოა მნიშვნელოვანი და რომელი ჯობია და ვაშლს ხომ ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს და მართლა ასეთია თუ უბრალოდ სახელი აქვს ესე და შევადარებთ რომელი რითი ჯობია, რატომ, რა დოზით არის უსაფრთხო, რა დროს ჯობია რომ მივიღოთ დღის რომელ მონაკვეთში და რა რაოდენობით. დავიწყოთ ვაშლით, მოკლედ ვაშლი ძალიან კარგადაა შესწავლილი და ბევრი რამე ვიცით. ამიტომ უფრო მეტად მაგიტოა რომ ვაშლის სამხედრო ყურადღება ექცევა, რომ ძალიან კარგად არის შესწავლილი, მოიპოვება ყველგან, არის წლის ნებისმიერ მონაკვეთში და არღის ძვირი. აქედან გამომდინარე რომ ამ ხელა ყურადღება აქვს, კარგი რა აქვს, კარგი აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს 35, ანუ ეს ნიშნავს რომ შეიძლება დიაბეტიანი ადამიანებისთვისაც და ინსულინ რეზისტენტობა ვისაც აქვს იმ ადამიანებისთვისაც, შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სასარგებლოა იმ მხრივ რომ საკვებ ბოჭკოებს შეიცავს, პექტინს შეიცავს, რომელიც არის ხსნადი საკვები ბოჭკო, ეხმარება საკვების მონელებაში და ეხმარება ასევე რომ სასარგებლო ბაქტერიები გამრავლდნენ ჩვენს ორგანიზმში, ნაწლავებში, ეხმარება ასევე ქოლესტერინის დონის დაწევაში, განსაკუთრებით ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში და რეგულარულად ვინც იღებს ვაშლს ნაკლებად აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებები დაახლოებით 15%-ით. ნაკლებად აქვს ინსულტი დაახლოებით 15%-ით და ნაკლებად აქვს ასევე დიაბეტი, ანუ ინსულინ რეზისტენტობასაც აუმჯობესებს და კვლევებითაც დადგენილია, რომ წონაში კლებასაც ხელს უწყობს რეგულარულად ვაშლის მიღება. თვითონ ვაშლს პირდაპირ წონაში კლების ეფექტი არ აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოცულობა ზოგადად დიდი აქვს ვაშლს, ცოტა კალორიებს შეიცავს და ვინც რეგულარულად ვაშლს მიირთმევს, უფრო მეტად უადვილდება ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა და შესაბამისად წონა ეგეთ ადამიანებს ნაკლები აქვს. დაახლოებით ერთი ვაშლი შეიცავს 47 კალორიას 100 გრამზე, ну, რო თქვათ, რამ ბევრია თუ ცოტაა, ძალიან ცოტაა, 100 გრამზე 47 კალორია, ну, სხვა ლიტერატურაში სხვა რიცხვებია, მაგრამ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. დაახლოებით ესეა რა, 60 კალორიას ქვევითაა. ძალიან პატარა მაჩვენებელია, ანუ ძალიან დაბალკალორიული საკვებია მოკლედ. ერთი საშუალო ზომის ვაშლი უფრო ცოტა მოდიდოსკენ რო ვთქვა, დაახლოებით 200 გრამია. შესაბამისად ჩათვალო რომ სადაც 100 კალორიას იღებ მაქსიმუმ ერთი ვაშლისგან. შესაბამისად იმის გათვალისწინებით რომ ადამიანის უმეტესობა 1500-დან 2000-მდე კალორია ჭირდება. 100 კალორია არაფერი არ არის. ვიტამინებს შეიცავს, მინერალებსაც შეიცავს, მაგრამ დიდი ოდენობით არა, ისეთ რაოდენობას არც ვიტამინს და არც მინერალს არ შეიცავს, რომ განსაკუთრებით აღვნიშნოთ. განსაკუთრებით აღვნიშნოთ რა, შეგვიძლია ვთქვა, რომ აი შეიცავს ვიტამინ C-ს, შეიცავს კალიუმს, შედარებით ცოტა მეტს შეიცავს მაგებს, მაგრამ ეგეც კი დღიური ნორმი სადღაც 5-6-7%-ია. შესაბამისად რაღაც განსაკუთრებული არაფერი ვიტამინებით, მაგრამ ამ საკვები ბოჭკოები რომ შეიცავს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. წყალს შეიცავს დიდი ოდენობით და მოცულობაში დიდია და მნიშვნელოვანია. შაქარს შეიცავს ცოტას და რასაც შეიცავს ბუნებრივი შაქრებია და ეგეც მნიშვნელოვანია. ანტიოქსიდანტებს შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით და ეგეც მნიშვნელოვანია. ორგანიზმს იცავს ოქსიდაციური სტრესისგან. ახლა შეიძლება იყოს ესეთი კითხვა, რომ ადამიანი იფიქრებს, რომ ანუ ესეც თუ შაქრებს შეიცავს, აი რატო ამბობენ, აი ბუნებრივი შაქრები რა, ჩვეულებრივი შაქარი არ არის შაქარი, ან ეს ბუნებრივი შაქარი როა ეს რა იმ ცუდ საქმეს არ აკეთებს, ესეც ხომ შაქრის საქმეს აკეთებს და ნუ სხვაობა ახლა არის ორ რამეში. ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა არის, რომ ამ შემთხვევაში ეს შაქრები შეკავშირებულია უმეტესად აი ამ ბოჭკოსთან და ბოჭკოვანთან ერთად რო იღებ შაქრებს ბევრად უფრო ნელა შეიწოვება და ეგ არის. მე ანუ ფრუქტოზა პირდაპირ არ უნდა გარდაიქმნას გლუკოზად და მაგაში კიდე მონელებაში იხარჯება დრო და ნელა ხდება და სტაბილურად ხდება. და მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა არის ის, რომ აი მაგალითად რა არის საპირწონე რა არის, პირდაპირ შაქარს ხომ არ
ჭამთ ხოლმე გამოცხარი რაღაცეებით ჭამთ ძირითადად ან შოკოლადებში და ესე ხო შაქარს და აი რო ავიღოთ მეორე მხრივ მაგალითად გამოცხარი რაღაცეები ან შოკოლადები ან ვაფლი ან ესეთი რაღაცეები იმდენი ცხიმები აქვს შეერთებული და იმდენი ცხიმებს შეიცავს ისინი რომ ის ცხიმებია როგორც წესი არანაკლებ საზიანო ვიდრე შაქარი რასაც ვიღებთ ამიტომ შაქარი კიდე ერთი თემაა და მეორე დიდი საკითხია ცალკე როცა ამ შაქარს უამრავ ცხიმთან ერთად იღებ იმიტომ რომ აქ თუ ვამბობთ რომ 100 გრამზე აქვს ვაშლს მხოლოდ 56 კალორია იქ 100 გრამზე ნებისმიერი რამ ტკბილეული რო აიღოთ გასაშვალოებლად 450 ან 500 კალორია აქვს. ანუ კალორიებში არის უზარმაზარი სხვაობა. ასე რომ ძალიან დიდი ბენეფიტები აქვს ვაშლს რითიც რატომაც ვამბობთ ხოლმე რომ აი ბუნებრივი შაქრები ერთი და მეორე ის არის რომ იმხელა რაღაცას იცილებ რომ ცხიმები აქ არ იღებ არანაირ ცხიმებს ნუ შეიძლება ნული არ არის მაგრამ ნულთან მიახლოებულია და მithumetes საზიანო ცხიმებს არაფერს არ იღებ და იქით უამრავს. შემდეგი კითხვები რაც არის ხოლმე რომ რამდენი ვაშლი უნდა მიიღო დღის განმავლობაში დაახლოებით უნდა მიიღო 1 ან 2 ვაშლი დღის განმავლობაში 3-იც შესაძლებელია მაგრამ გაიდლაინები თამამად რომ გაიდლაინები რეკომენდაციას იძლევა რომ არა აუცილებელი მაინც რომ მიიღო 3 ვაშლი დღეში არამედ ჯობია რომ 1 ვაშლი და მეორე სხვა ხილი მიიღო მაგალითად ანუ ნიშნულობა აქვს მოკლედ იმას რომ სხვადასხვა ხილებით დააკომპლექტო შენი დღიური რაციონი და არა მაინც ერთი კონკრეტული ხილი იყოს მე გადავიდეს მსხალზე ანუ მსხალზე შეიძლება ითქვას პრაქტიკულად ყველაფერი რაც ვაშლზე ან ძალიან გვანან ერთმანეთს ანუ შემადგენლობით და ბევრ რაღაცებით ბოჭკოვანი პრაქტიკულად ერთნაირად აქვს მოკლედ შაქრებიც ერთნაირად აქვს კალორიების ნუ სულ ოდნავ კალორია მსხალს მეტი აქვს საკვები ბოჭკოებიც პრაქტიკულად ერთნაირად თუმცა ვაშლი ცოტა ჯობია მაგამ ბავში გლიკემიური ინდექსიც ერთნაირად აქვს ცოტა აქაც ვაშლი ჯობია ვიტამინები მინერალებიც ერთნაირად აქვს ანტიოქსიდანტებში ვაშლი ჯობია შესაბამისად ანუ მსხალი არის აი ვაშლის ოდნავ ლაითი ვერსია რო თქვათ რა სასარგებლოებით ახლოს განანძალიან ვისაც გემოთი ურჩევნია მსხალი ის შეჭამს მსხალს რამე განსაკუთრებული სხვაობა დიდი არაფერი არ არის არც ვიტამინებით, არც მინერალებით, არც ბოჭკოვანის რაოდენობით, არც კალორიულობითაც ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან 60-ზე ნაკლები კალორია აქვს ორივეს, არც გლიკემიური ინდექსით, მაგითაც ძალიან ახლოს დგანან. ხო, ნუ გემო ვისაც ურჩევნია და ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანებს რომელსაც მსხალი ხშირად სტრუქტურულად უფრო რბილია და ადვილად მოსანელებელი ადამიანისთვის და ამიტომ მსხალს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას. და მესამე გვაქვს კომშია ცოტა განსხვავებული, მაგრამ ეგეც ახლოს დგას მათთან, ამიტომ ავიღე 3 რომელსაც ერთმანეთს გვანან. ახლა თუ ავიღებთ კალორიულობით ახლოს არიან ძალიან, ისიც 60 კალორიას ქვევით არის. საშუალო კომში ოღონდ ცოტა უფრო დიდია და მძიმეა ხოლმე ვიდრე საშუალო ვაშლი, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის. ყველა საშუალო მსხალი, საშუალო ვაშლი და საშუალო კომში რო აიღო, დაახლოებით არის 200 გრამამდე რა. ნუ 180, 190, 200 ესე დაახლოებით. კომშს რა აქვს უკეთესი, მეტი ანტიოქსიდანტები აქვს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უფრო მეტად აქვს გამოხატული. ანუ ორგანიზმს უკეთესად იცავს ოქსიდაციური სტრესისგან. მეორე მნიშვნელოვანი თვისება კომშს აქვს, რომ ხველის საწინააღმდეგო თვისება აქვს, ანუ შეიცავს კომპონენტებს, რომელიც ამ ბრონქებზე მოქმედებენ, ბრონქებზე რაც თხელ აპკად გადაეკრება და დამცავ ფუნქციას ქმნის ორგანიზმისთვის. ამიტომ არის, რომ ძველ ტრადიციულ მედიცინაში ხშირად გამოიყენება ხოლმე კომში ხველისთვის. ჯამში მიიჩნევა რომ რაღაც დონეზე ეფექტური არის მეტი კვლევები საჭირო ან დიდი კვლევები კომშზე არ არის სამწუხაროდ იმიტომ რომ
კომში არ არის ადვილად მოსახმარი ყველასთვის, ანუ უნივერსალი არა, ისეთი უნივერსალი როგორც ვაშლი არა, უფრო ძნელი საჭმელია, უფრო მეტადაა გამოხატული სეზონურობა, უფრო ძვირი ღირს და ნაკლებად ხელმისაწვდომია ყველგან. შესაბამისად, ან კომში ისეთი პოპულარული არ არის, კვლევებიც არაა ისეთი პოპულარული კომშზე, როგორც ვთქვათ ვაშლზე და მსხალზე. ამიტომ რომ თუმცა, ანუ კომში ანტიოქსიდანტებით ჯობია ვაშლსაც და მსხალსაც, ფილტვების ჯანმრთელობის კუთხით ჯობია ვაშლსაც და მსხალსაც. გლიკემიური ინდექსი ზოგ წყაროში ცოტა მეტი აქვს ვაშლზე, ზოგ წყაროში პირიქით მიჩნეულია, რომ შედარებით ნაკლები აქვს. მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით გლიკემიური ინდექსი ისეთი აქვს, როგორც ვაშლს და მსხალს. დიდი არაფერი. კალორიულობაც დაახლოებით ერთნაირი. ვიტამინები, მინერალებიც დაახლოებით ერთნაირი. C ვიტამინი შეიცავენ ცოტა მეტნაკლებად ეგენი, მაგრამ ეგეც ძალიან დიდი დოზა არ არის. ხა C ვიტამინის რო ვთქვათ, რაღაც ციტრუსებს უწევს კონკურენციას, ეგეთი არ არის, არც კივს. მაგრამ რაღაც რაოდენობა შეიცავს. კალიუმს შეიცავს, მაგრამ ბანანს ვერ უწევს ვერცერთი კონკურენციას მაგით. ამიტომ თუ კი აი ბრონქების და სასუნთქის სისტემის ბენეფიტები ჭირდება ადამიანს, მაშინ უფრო კომშისკენ შეუძლია გადაიხაროს. ჩვეულებრივად გულსის ხსართა ჯანმრთელობისთვის მსხალი ვაშლი კარგია. და ან მოუნაცვლოს ერთმანეთს. მაგრამ ნუ კომში ცოტა მეტი ბენეფიტები აქვს, კიდე მიიჩნევა, რომ აი ეს პექტინი და ბოჭკოვანი და ანტიოქსიდანტებით ცოტა უფრო მაღლა დგას მოკლედ ვიდრე ვაშლი და აქვს თავისი ადგილი. თუ ვიტყვით რომ მურაბები არ არის მაინც სასურველი, მაინც კი არა, უკვე მავნებლობაში გადადის იმდენი შაქარი ემატება, ეგ არის მან პრობლემა. ისე რასაც შეჭამთ უმად კარგია. ხო, არის ხოლმე პესტიციდების და მაგიების პრობლემა, ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ. ეგ არის გამოსავალი და კარგი გარეცხვის შემთხვევაში დიდი რაოდენობით პესტიციდები მოცილდება. ეს არის კაი ამბავი. თუ არა და უნდა გათვალოთ მაშინ, მაგრამ გააჩნია ის მაგალ პექტინს და კიდე ბევრ ვიტამინებს და მინერალებს მაღალ კონცენტრაციას ვაშლი განსაკუთრებით და ზოგადად ხილი კანში შეიცავს, ამიტომ კანიანად ჯობია ჭამა. უბრალოდ კარგად უნდა გარეცხო, რომ ეს თუ მწვანე ვაშლი ჯობია თუ წითელი, მიიჩნევა, რომ წითელში უფრო მეტი ანტიოქსიდანტებია ზოგადად. ხო, ეს მაგალითად საკვები ბოჭკო, ხსნადი საკვები ბოჭკო მიიჩნევა, რომ ცოტა მეტი არის კომში, რადგან აი კომს ჟელეს ფორმირება რო შეუძლია, ეგ ნიშნავს, რომ ის შეიცავს მაღალი ოდენობით საკვები ბოჭკოს, ხსნად საკვები ბოჭკოს, რომელიც აუცილებელია ჩვენი საწესმონელებელი სისტემისთვის. ასევე საწესმონელებელი სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს სამივე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.